ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი ქალები აღიქმებიან და ჩაითვლებიან ნამდვილ ქალებად. აი, აქ სხვენია, რა კითხავს მისო, ევროპარლამენტი საერთოდ რაში გჭირდება და რა ტრანსგენდერობაზეა ლაპარაკი, გაუმარჯოს ეროვნულობას, მართლმადიდებლობას და საქართველოს ქრისტიანობას. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი ქალები უნდა აღიარონ ნამდვილ ქალებად. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? ქალი ტრანსგენდერი პირველად მესმის და არც არის საჭირო. ქალი უნდა იყოს, კაცი უნდა იყოს. რაც ღვთისგან არის ესე. ევროპარლამენტი მიიღებს თუ რა მიიღებს, რა მნიშვნელობა აქვს, სირცხვილია. ტრანსგენდერი ქალი როგორ იქნება? ქალი ის მამაკაცი არის. მე ესე ვიცი. ღმერთმა შექმნა კაცი კაცად და ქალი ქალად. რო გადაიკეხე, მე რო გადავკეთე ქალად, როგორ ვიქნები ქალი? ხო არ ვიქნები? რა ვიცი, ბუნების შეცდომა არის ეს ყველაფერი და რაფერ უნდა ვაღიაროთ, არ ვიცი. რაფერ უნდა ვთქვა. ერთი ვიცი, არის კაცი, ქალი და ესეთი რამე არ მიფიქრია სიმართლე რო გითხრა შვილო. ევროპარლამენტმა მიიღო ესეთი რეზოლუცია, რომ ტრანსგენდერი ქალები აღიარონ ნამდვილ ქალებად. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ გადაწყვეტილებაზე? რას ამბობ, წინააღმდეგი ვარ და არ მომწონს არანაირი ევროპის და ევროპარლამენტის მიღებული რაღაც უაზრო კანონები. მე წინააღმდეგები რა თქმა უნდა. ყველა ინდივიდს აქვს თავისი უფლება, რაც გინდა ის იყოს. მაგრამ ქართული ტრადიციისათვის ეს მიუღებელი და მოსაწონი ნამდვილად არ არის. აი, ძალიან ცუდაა ტრანსგენდერ ადამიანებთან რა, გაწყობილი რა. ტრანსგენდერი ქალები რო ნამდვილ ქალებად, ნამდვილი ქალი და ტრანსგენდერი ქალი განსხვავდება ერთმანეთისგან. ევროპელებმა იკითხონ ჩვენ რა მერე დამოკიდებულება უნდა მქონდეს. მაგათმა იკითხონ, მაგათი პრობლემაა, ჩვენი პრობლემა ხო არა? ნამდვილი ზოგადად ნამდვილი სხვანაირია ცოტა და ანუ ნამდვილ ქალებად როგორ ახლა ცოლად არავინ მოიყვანს თუ მაგ კუთხით შევხედავთ ანუ სრულფასოვანი ქალი ეგ რა თქმა უნდა ვერ იქნება. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი ქალები იქნებიან ნამდვილ ქალებად აღიარებულები. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? ძალიან უარყოფითად ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაინც ძველი ქალი ვარ და დადებითად არ ვფიქრობ, რა თქმა უნდა. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერი ქალები აღიარებულები იქნებიან ნამდვილ ქალებად. თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? ვიცით რა, ყოველთვის ვიკავებ ხოლმე ასეთ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად თავს. თუმცა რადგან ესე თქვენ გაინტერესებთ, იმდენად ჩემში დაბლოკილია ეს თემა, არც მინდა რომ გავიხსნა ხდები. არა, ჩემსაც არ გეტყვი, იმიტომ რომ ტრანსგენდერ ქალზე ლაპარაკი